მოგესალმებით. ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოებისთვის ლეგიტიმურ ინტერესს იწვევს მთავრობის წევრთა, თანამდებობის პირთა და ასევე სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების საკითხი. იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მოიხსნას ყოველგვარი გაუგებრობები ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საჯარო სამსახურის ბიუროს დაავალა შეიმუშაონ და თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების ერთიანი წესი, რომელიც გავრცელდება ყველა თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეზე. აღნიშნული დავალების ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ და მე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ არაუგვიანეს 31 ივნისისა უნდა წარვადგინოთ ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაყრდნობილი და საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონცეფცია და სტრუქტურა. სიტყვას გადავცემთ ქალბატონ ეკა ქარდავას, რომელიც ცოტა უფრო დეტალურად მოგახსენებთ, თუ რა პრინციპით მოხდება ამ სტრუქტურის შემუშავება. საჯარო სამსახურის ბიუროს უკვე დაწყებული აქვს რამოდენიმე თვეა ამ კონცეფციის შემუშავება და პრემიერის დავალების საფუძველზე ჩვენ უფრო ოპერატიულად და ხარისხენად შევეცდებით ეს კონცეფცია რომ წარმოვადგინოთ. მოგესალმებით. ამ მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით და ამ საპასუხისმგებლო დავალებასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ შემდეგი. საჯარო სამსახურის ბიუროს და საქართველოს მთავრობის კანცელარიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა საქართველოში საჯარო მოხელეების, საჯარო მოსამსახურეების, განსაკუთრებით თანამდებობის პირების, სახელფასო სისტემის, ასევე დანამატების სისტემის და პრემიების რეგულირების თაობაზე. აღნიშნული მიმართულებით ჩვენთან უკვე გამზადებული არის რამდენიმე კვლევა, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე. კერძოდ, კვლევებმა დაადგინა და მოგვცა სურათი, თუ რა სისტემები არსებობს საზღვარგარეთ, დანამატებისა და პრემიების გაცემის კუთხით და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა არსებული პრაქტიკა განვაზოგადოთ კიდევ ერთხელ და მოვარგოთ ქართულ სინამდვილეს და ქართულ სიტუაციას და უკვე ერთი თვის ვადაში მთავრობას წარვდგენთ, ბატონ პრემიერს წარვდგენთ ჩვენეულ ხედვას იმასთან დაკავშირებით კონცეფციის დონეზე, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საქართველოში ხელფასების დანამატებისა და პრემიების სამართლიანი სისტემა.